Ყველი კითხვა მექნება თქვენთან აი იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც დღეს დილით გავრცელდა დეკემბრის შემდეგ მეორე შეხვედრა კობახიძის ჩინეთის ელჩთან, აი ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის აღიარებული ამერიკული საფრთხეების, ანუ როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს და როგორ შეიძლება აიხსნას ეს საკითხი? როგორია თქვენი მოსაზრებით, მადლობა მოწვევისთვის, ეხლა ბუნებრივია მე ამ შეხვედრის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ძალიან ცოტა პარტნიორი დარჩა საერთაშორისო არენაზე, ვისთანაც შეუძლია ურთიერთობა. ერთ-ერთი მათგანი არის ჩინეთი. თუმცა ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რომ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი ჩინეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ურთიერთობები ექნება საქართველოს ხელისუფლებას ან იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, დასავლელ პარტნიორებთან. იმიტომ რომ ჩინეთის ინტერესით და ყველა სხვა სახელმწიფოს ინტერესით საქართველოს მიმართ დიდწილად განპირობებულია იმ მხარდაჭერიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ გვიწევდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ამიტომ ცხადია, რომ ჩინეთსაც აინტერესებს ის პროცესები, რომელიც დღევანდელ დღეს საქართველოში მიმდინარეობს და ცხადია, რომ ისინიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ამ მოვლენების განვითარებას, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩინეთი დაინტერესებულია სხვადასხვა პროექტების განხორციელებით. იმიტომ რომ ამ პროექტების განხორციელება ისევ და ისევ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს მნიშვნელობაზე და ასე ვთქვათ, ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, ეს დერეფანი თუ მოქმედებს პირველ რიგში დასავლეთის მხარდაჭერით. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ. ბატონ თენგიზ, აი ამ ინფორმაციაში, რომელიც არის ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული, აქ ნახსენებია, როგორც არის ხოლმე ტრადიციულად რაღაც ვაჭრობის საკითხები, უვიზო მიმოსვლა ხალხებს შორის, კარგი კავშირები, რომ კარგი შესაძლებლობა იქნება. აი რა უნდა წავიკითხოთ ამის მიღმა, აი იმ სტრიქონებს მიღმა და არის თუ არა ბოდის პირო შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ წავიკითხავთ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ქართული ოცნება იმდენად როგორ გითხრათ, იმდენად შევეჩვიეთ უკვე რომ განცხადებები, რომლებიც ცელდება უმრავლეს შემთხვევაში არ ასახავს შეხვედრის რეალურ შინაარსს, ამის არაერთი მაგალითი შემიძლია. ამიტომ გეკითხებით, აი არსებული სურათის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა რომ რაღაც გარკვეული ტიპის ვაჭრობასთან კონდეს საქმე, ან აქვს თუ არა ამის რესურსი ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ძალიან კარგად Google-ის დონეზეც კი შეიძლება მოძიება, ჩინეთი რა ტიპის საფრთხეთ არის აღიარებული შეერთებული შტატების მხრიდან და ყველაფერსო თავი დავანებოთ, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ასეთ დროს მეორე შეხვედრა ოცნების ხელისუფლების. აი საკმაოდ საინტერესო სურათია. კი, მეც რასაც მეკითხები, თუმცა შეხვედრის შინაარსზე კიდევ ერთხელ ალბათ უფრო მეტ გავიგებთ იმ განცხადებიდან, თუ გავრცელდა ჩინური მხარის მიერ, ვიდრე ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადებისგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი მხრივ ცხადია ქართული ოცნების ასე ვთქვათ მცდელობები, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს ის პრობლემები, რომელიც მას აქვს დასავლეთთან ურთიერთობებში იმ ტიპის პარტნიორებთან, როგორც არის ჩინეთი და სხვა ქვეყნები, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთის ინტერესით და ამ ტიპის ქვეყნების ინტერესით საქართველოს მიმართ ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ და რა მხარდაჭერა ექნება საქართველოს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. ჩინეთი არ არის ის მიამიტი სახელმწიფო, რომელიც დიდ ინვესტიციებს ჩადებს იქ, სადაც მიიჩნევს სადაც მას ის ფიქრობს, რომ არასტაბილური გარემოა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცდელობა იმისა, რომ თითქოს დასავლეთი დაბალანსდეს ჩინეთის ან რომელიმე ასეთი სხვა სახელმწიფოს შემოყვანით სრულიად ფუჭია, იმიტომ რომ მათ შორის აზიური ფონდები პირველ რიგში უყურებენ, რამდენად ფინანსდება ესა თუ ის საერთაშორისო პროექტი დასავლური და ევროპული წყაროებიდან. ასე რომ რაც არ უნდა ილუზია შეიქმნას იმისა, რომ დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები დაბალანსდება ან ჩინეთიდან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაღრმავებით, ასეთი რაღაცა ვერ და არ მოხდება. იმქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად სხვანაირად ფუნქციონირებს
და ეს სახელმწიფოები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. ბატონ თენგიზეთ, შეიძლება ასევე იყოს თუ არა აღქმული რაღაც გარკვეულ იმედგაცრუებად ტრამპის მოსალოდნელი პოლიტიკის გამო. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი კვირის განმავლობაში ოცნება პრაქტიკულად აი 20 იანვარზე ჩამოკიდებული იყო, ხო, ამ თარიღზე, რომ ამის შემდეგ ვნახავდით დიდ გადატვირთვას და ასე შემდეგ. აი ამასთანაც შეგვიძლია თუ არა რაღაც გარკვეული ამ საკითხთან გარკვეული ვთქვათ პარალელის გავლება და ამ თვალსაზრისით საუბარი, მაშინ როდესაც პარალელურად ჩვენ ვხედავთ რა პროცესები მიდის, ხო, ეგ რუბიოს მაგიდაზე დევს დასასანქცირებელთა სია, ვხედავთ რა პროცესები მიდის პარალელურად ბრიუსელში და ასე შემდეგ. საკმაოდ დინამიურია პროცესი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ იმ პოლიტიკის გამო და იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მათ 28-ში გამოაცხადეს. კი ბატონო, გეთანხმებით და მე არ ვიცი ხა ქართული ოცნებიდან რამდენსჯერა მართლა იმისა რომ 20 იანვრის მერე რაღაც შეიცვლება. შეიძლება არიან ისეთები, ვისაც ჯერა, მაგრამ მე მგონი ვისაც შერჩენილი აქვს თქვათ რაციონალურად სიტუაციის დანახვის უნარი, არ მგონია რომ კონდეს იმის ილუზია, რომ აი ესე მოხდება რაღაცა ურთიერთობების გადაწყვეტა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნება არ დგას არანაირ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება თქვათ იმ სულისკვეთებას ეხმაურებოდეს, რა სულისკვეთება ჩნდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. გადატვირთვა ურთიერთობები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, მით უმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მოქმედების პრინციპია America First, ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის ადმინისტრაცია დაინახავს, რომ ქმედებები, და ნაბიჯები, რომლებიც გადაირგება საქართველოს მხრიდან, ეხმიანება და ჰარმონიაშია იმ ინტერესებთან, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები. სამწუხაროდ ის ნაბიჯები, რომელსაც დგას ქართული ოცნება, არათუ შეერთებული შტატების საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და სრულიად წინააღმდეგობაშია იმ სულისკვეთებასთან, რაზედაც აგებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ასე რომ არანაირი გადატვირთვის მოლოდინი ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ აქვს. პირიქით შემიძლია გითხრათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება უფრო ხისტი იყოს თავის ქმედებებში, ვიდრე ეს იყოს ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც უფრო დიდ სივრცეს ტოვებდა დიპლომატიური მოლაპარაკებებისათვის. აქ ერთადერთი რაზედაც შეიძლება იყოს გათვლა არის ის, რომ იმდენად დატვირთულია ტრამპის ადმინისტრაციის ხისტების სხვადასხვა საკითხებით, როგორც არის იგივე უკრაინა, იგივე ჩინეთი, იგივე რუსეთი, ხო და ქართულმა ოცნებამ ბევრი რამ გააკეთა ბჭყალებში იმისათვის, რომ ჩვენ არ ყოფილიყავით ამერიკის პოლიტიკურ რადარებზე აქტიურად წარმოჩენილი, ერთადერთი რაზეც შეიძლება იყოს გათვლა, რომ ისინი რაც შეიძლება გვიან მოახერხებენ, მოიცლიან საქართველოს ასე ვთქვათ ეიში ჩახედვისათვის, თუმცა ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა და იმდენი წითელი ხაზები გადაიკვეთა, რომ აი ამ დაძაბულ პერიოდშიც კი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად არის ქართული რეალობით დაკავებული. და ბოლოს ბატონ თენგიზ, აი მოკლე პასუხი მინდა გთხოვოთ ჩვენი საეთერო დროიდან გამომდინარე, სიაზეც მინდა კითხოთ, მე ვახსენე რომ რუბიოზე გაგზავნილია იცის ეს კარგად ჩვენმა მაყურებელმა, აი სია ამ სის შემადგენლობა რაზე მიუთითებს, ეს რა ტიპის სიგნალია პირველ რიგში არა ივანიშვილისთვის, არამედ მისი გარემოცვისთვის. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? რამდენიმე ფაქტორი არის. პირველი ის, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევა და იმ გარემოცვის და იმ გარემოცვის საქმიანობის, რომელიც მიიჩნევა, ასე ვთქვათ, აი იმ ნაბიჯების გამტარებლად, რომელიც საქართველოს აშორებს დემოკრატიული განვითარების გზას და რომ პარტნიორები ფიქრობენ პასუხისგებლობაზე ყველა იმ პირისათვის, რომელიც აი ამ ქმედებებში არიან შემჩნეული. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ყველამ დასკვნები საკუთარი თავისთვის თავად უნდა გააკეთონ, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ზოგადად როგორ ფიქრობენ გაგრძელებას თავიანთი საქმიანობის. კი ბატონო, დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით თენგიზ ფალაძე,